უნებური შეცდომა თუ ნიშანი საქართველოს რუსეთში გამოცემული მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასი გაყიდვაში დღეიდან ჩაეშვა. ატლასში დე-ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად არ არის აღნიშნული და ის საქართველოს საზღვრებშია მოქცეული. როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები რუსულ ატლასს და როგორია საგარეო უწყების პოზიცია ნახეთ ანა გოჩაშვილის სიუჟეტში. ეს არის ატლასი, რომელიც რუსეთში 1 სექტემბრისთვის გამოიცა. მსოფლიო ატლასში დე-ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოდ არ არის აღნიშნული და ის საქართველოს საზღვრებშია მოქცეული. მსოფლიო ატლასის გამომცემლობა ოლმა მედია გრუპმა გამოსცა. არ ვიცი თვითონ შეიძლება შეცდომა მოვიდა, შეიძლება უბრალოდ წინასწარვე გათვალეს ის, რომ დაგმობის საგანი გახდებოდა. გახდება ყველა შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ არ არის მოხსენიებული როგორც საქართველოს ნაწილი, არამედ როგორც დამოუკიდებელი და ამას არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, საერთაშორისო სამართალი საბედნიეროდ. რუსეთში გამოცემულ მსოფლიო ატლასს შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ფიქრობს, რომ რუსულ გამომცემლობას ან შეგნებულად, ან შეუგნებლად ტექნიკური შეცდომა გაეპარა. ქართულ ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ ატლასზე ტექნიკური შეცდომა დაშვებული არ არის და აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საქართველოს საზღვრებში მოქცევა შესაძლოა რუსეთის მხრიდან რაიმე მითითებას ნიშნავდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ფაქტი თავარზე მიგვანიშნებს რა ის რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის თქვათ აი გარდაცვალებაზე ცნობა ცოტა ოსკარ უაილდის არ იყოს გაზვიადებული და ნაადრევი აღმოჩნდა. თუ სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ ოლმა მედია გრუპმა ატლასი ტექნიკური შეცდომების გარეშე გამოსცა, ექსპერტი კავკასიის საკითხებში არ გამორიცხავს, რომ გამომცემლობამ დაბეჭდვისას შეცდომა დაუშვა. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ 2010 წლის აგვისტოში გამოცემულ სხვა რუსულ ატლასში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთაა აღნიშნული. არავითარ დათმობაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამკეთებლები სერიოზულ საყდურს მიიღებენ, იმიტომ რომ პირიქით რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ დაასაბუთოს თავისი ქმედების აუცილებლობა, აქედან გამომდინარე ყველა დოკუმენტში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება. უნებური შეცდომა თუ ნიშანი საქართველოს. ოლმა მედია გრუპის მიერ გამოცემული მსოფლიო დიდი უნივერსალური ატლასი გაყიდვაში რუსეთში დღეიდან ჩაეშვა. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო რეგნუ მიუძღვება, მსოფლიო ატლასი ძირითადად სასკოლო პროგრამებზეა გათვლილი და სახელმძღვანელოთის სარგებლობას რუსი მოსწავლეები უკვე დღეიდან შეუდგებიან. საქართველოს შესახებ თავში ნათქვამია, რომ საქართველოში ქართველების გარდა სომხები, ოსები, აფხაზები, აზერბაიჯანელები და რუსები ცხოვრობენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისა და იმ უცხოელების დევნაში ადანაშაულებს, რომლებმაც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იმოგზაურეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ გააკეთა. უცხოელები, რომლებმაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმოგზაურეს, საქართველოში გადასვლის შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნას განიცდიან. მათ ემუქრება დიდი ჯარიმების გადახდა ან პატიმრობა. ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის საფუძველზე ხდება, რომელიც საქართველოში 2009 წელს მიიღეს. ამით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ყველა შესაძლო გზით გარე სამყაროსთან კავშირი შეუწყოს, განაცხადა ნესტერენკომ. მისივე თქმით, დღეს თბილისის მიდგომა არ განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელიც 1990-2000-იან წლებში იყო, როცა ქართული მხარე ყველანაირად ცდილობდა ამ რესპუბლიკების ბლოკირებას. მისივე თქმით, საქართველოში რუსები ხშირად ხდებიან უპატივცემულო მოპყრობის ობიექტები, იმის მიუხედავად არიან თუ არა ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნამყოფები. მისივე განმარტებით შვეიცარიის მხარის დახმარებით, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს იცავს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი მოქალაქეების დახმარებას ცდილობს. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებლის პირველი სამუშაო დღის ამსახველ კადრებს უნივერსიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს. ალექსანდრე კვეტაშვილი ამბობს, რომ მთავარი გეგმა უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში აკადემიური საბჭოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და რექტორის არჩევნების მომზადება იქნება. რექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ნუგზარ სურგულაძის თქმით კი მან იცოდა, რომ რექტორის მოვალეობას დროებით შეასრულებდა. აპირებს თუ არა ალექსანდრე კვეტაშვილი რექტორის არჩევნებში მონაწილეობას და როგორ აფასებენ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის შესასვლელ რექტორობას პროფესორები ნახეთ ნანუკა იორდანაშვილის სიუჟეტში.
ალექსანდრე კვიტაშვილი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში უნივერსიტეტის თანამშრომლებს შეხვდა. დროებით რექტორთან ინტერვიუ უნივერსიტეტის პრესსამსახურმა გაავრცელა. ინტერვიუში ალექსანდრე კვიტაშვილი არაკონკრეტებს აპირებს თუ არა რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ის გეგმების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ უნივერსიტეტში ცვლილებებს ამ ეტაპზე არ გეგმავს. ამ შეხვედრაზე პრესა არ მიუწვევიათ. დროებითმა რექტორმაც მხოლოდ საკუთარი პრესსამსახურის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შემდეგი რამდენიმე თვე ძირითადად ჩემი საქმიანობა გაცნობის სიტუაციის რაც არის უნივერსიტეტში, ასევე იქნება საბჭოს არჩევნები, აკადემიური საბჭოს არჩევნები, მომზადება ამისთვის. რა თქმა უნდა, სწავლის პროცესის ჩატარება, დაწყება და გაგრძელება არაფერი შეიძლება არ იყოს და თავისთავად მზადება არჩევნების, რომელიც ჩატარდება დეკემბრის თვეში. ორი კვირის წინ ნუგზარ სურგულაძეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევის დროს ზუსტად ალექსანდრე კვიტაშვილისნაირი გეგმები და აკადემიური საბჭოს სრული მხარდაჭერა ჰქონდა. რა შეიცვალა რამდენიმე დღეში ამაზე პასუხი ვერც ნუგზარ სურგულაძისგან მივიღეთ. უნივერსიტეტის პრესსამსახურმა ინტერვიუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ორი კვირით არჩეულ ნუგზარ სურგულაძესთანაც თვითონ ჩაწერა. ამ ინტერვიუდან ირკვევა, რომ ნუგზარ სურგულაძეს რექტორის მოვალეობა ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატის გამოჩენამდე უნდა შეესრულებინა. ის ამბობს, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი უნივერსიტეტის რექტორობისთვის იდეალური კანდიდატია. თავიდან მიცოდა ყველამ ჩემს გარშემო, რომ ეს იყო დროებით, აი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსასვლელად, სანამ შეთანხმებაც ასეთი ხონდა, როცა დავთანხმდით, რომ სანამ მოიძებნებოდა შესაფერისი კანდიდატი, აი მანამდე ვიქნებოდი მე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. სხვანაირად იქ გამოსავალით ჩემს გარშემო რაც დაიხადა არ ჩანდა. აი როგორც კი მოიძებნა ასეთი და მე ვთვლი, რომ შესაფერისი კანდიდატურა, შემდეგ მეც გამთავისუფლდი ჩემი მოვალეობიდან. მაესტროს ინფორმაციით ნუგზარ სურგულაძემ თანამდებობა სხვა მიზეზით მას შემდეგ დატოვა, რაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოხსნა მოსთხოვეს. იმის გამო, რომ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის ვერც ახლად არჩეულ და ვერც ყოფილ შემსრულებელთან გასაუბრების საშუალება არ მოგვეცა, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. ხომ არ შეუქმნის საფრთხეს უნივერსიტეტის ავტონომიას მმართველი გუნდის უკვე ყოფილი მინისტრის რექტორად არჩევა? ან ხომ არ შეიცვალა უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შესახებ კანონი კონკრეტულად ერთი პიროვნებისთვის? პროფესორი გოგი გოგოლაშვილი ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც რექტორობისთვის სრული პროფესორობა საჭირო აღარ არის, შესაძლოა ალექსანდრე კვიტაშვილი ამ თანამდებობისთვის კარგი კანდიდატი აღმოჩნდეს. თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ დატოვა რექტორის შემსრულებლის თანამდებობა ნუგზარ სურგულაძემ. სამწუხაროდ მოვლენების, ასე კანონების ასეთ ცვლას ჩვენ შევეჩვიეთ. კონსტიტუციაც კი იცვლება პიროვნებებთან დაკავშირებით, პიროვნებებისათვის. ამიტომ ეს აღარ მიგვიც ყოველ შემთხვევაში აღარ უნდა გვიგვირდეს ასეთ ცვლილება. თავარია, აი საქმისთვის გამოდგეს ეს ცვლილება. აი ესა, იმიტომ რომ მე რა დაგიმალოთ და მართლაც გოგი ესწავლა, რა დაგიმალოთ და იმ 4 წლიანი პერიოდის გათვალისწინებით ყველა კაი ვარიანტი მგონია. როცა მე წინა 4 წლიან პერიოდს ვიხსენებ ხუბოს პერიოდს. განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად უნივერსიტეტის რექტორად არჩევისთვის მინიმალური მოთხოვნებია დაწესებული. ახალი კანონის მიხედვით სავალდებულო აღარ არის, რომ უნივერსიტეტის რექტორი სრული პროფესორი იყოს. სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები იანვრის დასაწყისში გაიმართება.